ამიტომ სასწავლებლად ნორმალურად გაიარა ეს კურსი. დღეს ახალციხის ციხეში მოხდა გადაცემა საერთაშორისო გიდების საერთაშორისო სერტიფიკატების 7 ადამიანმა, 7 გიდმა მიიღო საერთაშორისო მწვრთნელის სერტიფიკატი. რატომ ალბათ გაგიკვირდებათ, რატომ ახალციხეში გადავწყვეტეთ ამის მიღება? იმიტომ რომ ახალციხის რაიონს ხავს უყურებს თავისი საერთაშორისო დონის მწვრთნელი, ეს გახლავთ ბატონი გიორგი გოგოლაძე და სწორედ ამის გამო ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მოვსულიყავით ახალციხეში და გადმოგვეცა ეს სერტიფიკატი. Plus ამას გვინდა რომ თვითონ ახალციხე გახდეს ძალიან საინტერესო ობიექტი, ტურისტული ობიექტი და ამ გიდებმა, რომლებიც უკვე საკმაოდ კარგად მუშაობენ ამ სფეროში, გააცოცხლონ ეს უბანი და ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოიყვანონ. ეს მოხდა სერტიფიცირება გიდების მსოფლიო გიდ ასოციაციის მიერ. ეს არის ძალიან ცნობილი ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით. მოიცავს სხვადასხვა ასოციაციების, ასე ვთქვათ, სისტემატიზაციას. მათ შორის საქართველოს. ბუნებრივია ჩვენთან ძალიან ვითარდება ასე ვთქვათ სწრაფად ტურისტული სფერო. შესაბამისად სჭირდება ბევრი ხალხი კვალიფიციური რიგში გიდები ამ სფეროში და მათ შორის რა თქმა უნდა ახალციხეც, როგორც მოგეცნებათ ერთ-ერთი ტურისტული კვანძია. ეს ბევრი ახალციხე ჩვენთან. და ეს მოხდა ამ მათ შორის ჩემი სერტიფიცირება ამ ასოციაციის მიერ. სულ გვეშინოდა ხოლმე და უარს ვეუბნებოდით სხვა გიდებს, სხვა კომპანიის, ტურისტული კომპანიის გიდებს, რომ ამ ციხეზე შეეკავებინათ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებით. მაგრამ და ეს გამოწვეული იყო იმით, რომ თვითონ ციხის ისტორია მეცნიერული თვალსაზრისით ძალიან ესეთია, რა ვქო, მრავალფეროვანია და ბევრ კითხვის ნიშნებს იწვევს და ამდენად თან მრავალ მულტიკულტურულია და ამავე დროს ბევრი კულტურები არის აქ და კონფესიებიც ბევრია. ამდენად ძალიან რთულია ილაპარაკო საქმის ჩაუხედავად. ჩამოვიდა ჩვენთან, აი ასევე მოხდება თქვენი